მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიწყებთ ჩვენს გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია და დავიწყოთ მეგობრებო გორიდან. გორში მოხდა დანაშაულის ცემეს, ჯგუფურად ცემეს მოქალაქე პოლიციელებმა. სისტემამ სწრაფად მოახდინა რეაგირება, ძალიან სწრაფად. ქმედება დაკვალიფიცირებულია როგორც 333 მუხლის ძალადობა. მესამე ნაწილის გათვალისწინებული დანაშაულით 5-დან 8 წლამდე არის სანქცია და ძალიან კარგი რომ ესე მოხდა, ესე სწრაფად მოხდა რეაგირება და არ დაუტოვეს თითქოს და არ დაუტოვეს სათქმელი არავის მტრებს, ჩვენს მტრებს და არაკეთილის მუსონებს, მაგრამ საოცრება არის მეგობრებო, ჩვენ ჩხუბის მერე მუშტების ქნევას უყურებთ რა. ეს რაღაცა ისტერიული შეძახილება, წამებასთან გატანაბრებული მოპყრობა არის თურმე ეს და არც ერთი იურისტი და ნორმალური ადამიანი ამას არ დაეთანხმება. რა უნდა ექნა ხელისუფლებას? აი რა უნდა ჩაედინა, რა უნდა დაესაჯა, რომ აი ეს კმაყოფილები ყოფილიყვნენ ისინი. მე მგონი რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა აი ამ ვითომ ოპოზიციის სახე, მათ ურჩევნია დაინგრეს ქვეყანა, ვიდრე რაღაცაში მაინც გაამართლონ ხელისუფლება. არდა აქ მხოლოდ და მხოლოდ გასამართლებელი ამბავია. ყოჩახ ხელისუფლებას ვაქებთ ძალიან. ესე უნდა იყოს. ძალიან სწრაფად მოხდა რეაგირება. თქო ამ თემაზე გააკეთოთ კომენტარი. მოდი დავიწყოთ. ძალიან მარტივი ანალიზით. ქართულ ოპოზიციას აქვს ერთი სტრატეგია. ეს სტრატეგია არის რომ ისინი ცდილობენ ოცნება რამენაირად დაახლოვონ ნაცებთან. ანუ იმიტომ რომ მათი აზრით მათ წააგეს არჩევნები იმიტომ რომ რაღაც შეცდომები დაუშვეს და ამ გადაცდომებს თუ დააბრალებენ ოცნებას მე აღმოჩნდება რომ ხალხი მიხვდება და ჩვენ უფრო რადგან მაგრები ვართ ჩვენ აგვირჩევენ ნახან ერთხელ იმუშავა ეხლაც უნდა იმუშაოს ისინი ვერ ხვდებიან ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს მე დარწმუნებული ვიყავი როდესაც ეს ამბავი გავიგე რომ საღამოსვე იქნებოდა რეაქცია ხელისუფლების რომ ქართულმა ოცნებამ იცის რომ როცა ხდება დანაშაულზე საჭიროა რეაგირება. კარგია თუ არა რომ პოლიციელები არაადეკვატურად ცემენ მოქალაქეს, არ არის კარგი. შეიძლება თუ არა ეს მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში. კი. რა განსხვავება კარგად ცუდ ქვეყანაში რეაგირების გარეშე რეაგირება მოყვება ამას. იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი რამე რომ მოხდა დანაშაული და დანაშაულზე რეაგირება იყო მყისიერი და თან შავა ეს რა იცი ეს არ არის პირველი შემთხვევა. მთელი 14 წელია ეძებენ ამას. ოპოზიცია ცდილობს მსგავსი რაღაცეების მოფიქრებას. ძალიან კარგი მაგალითია მაგათ გირგვიანის თემა. კი. 14 წელია რაღაც გვარებს ეძებენ, რომელიც ისე დაბრენდება, როგორც იყო გირგვიანი. ოღონდ ისინი ვერ ხვდებიან, აქ განსხვავება არის მათ შორის ფსიქოლოგიაშიც. აი მარტივად ავხსნი რა. ნაცები თვლიდნენ, რომ ისინი იყვნენ სექტა ჭყალებში, აი ძალა, რომლებიც იყვნენ ხელისუფლებაში, რომელსაც ირგვლივ ყავს რაღაც ზომბები, რომელსაც უნდათ ამ მათი ჩამოქცევა და ამიტომაც იყო რომ ისინი ძალიან მყინნეულად აღიქვამდნენ ნებისმიერ რამეს. აი კრიტიკას რაღაცა და აი ყველაზე მარტივი ამბავი გავიხსენოთ რა პირველი რაც იყო ეს ხო ბუტა რობაქიძის საქმე ხო იქ მოხდა შეცდომა იყო პოლიციას გაუვარდა იარაღი თუმცა მე საშინელ დანაშაულს მაგრამ მე ისე მარაზმში გადაიზარდა რომ ამას მოყვა რაღაცა აი არა მარტო ოჯახის ცალკე აღებული ტრაგედია არამედ მთელი სისტემა აეწყო ამაზე ანუ ეს იყო სისტემური მაგალითად იმიტომ რომ ნაცები მართლა თვლიდნენ და დღემდე თვლიან რომ ისინი არიან აი ალყაში მყოფი ხალხი რომელიც არიან ცოტა ნათელი ხალხი და ამიტომაც არის საჭირო რომ მაქსიმალურად რაღაცები აქ და ბოს დავამთავრებ. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმის თუ როგორ უნდა იმოქმედოს ხელისუფლებამ. და კიდევ ერთი დასტური იმის რომ ქართულმა ოპოზიციამ ვერაფერი ვერ ისწავლა და ვერც ისწავლის. ახლა ნაცების დრო რო იყოს იმ ადამიანს ვინც ცემეს დააბრალებდნენ რუსეთის აგენტობას გადაიღებდნენ კინოების როგორ თანამშრომლობდა ის ლავროვთან და ან პუტინთან აი ეგეთი შემოქმედება იქნებოდა ხო გვახსოვს ჩვენ როგორც ხდებოდა მაშინ თავარი მომენტი რა თქმა უნდა უკვე ითქვა რომ ეს არის განსხვავება რეაგირებაზე ნაცები ზოგადად თვლიდნენ რომ ისინი იყვნენ ელიტარული კასტა და ელიტარულ კასტასა და ჩვეულებრივ შემოსახლეობას შორის უფლებრივი განსხვავება იყო. აი როგორც
ძველ პერიოდში, როდესაც იყო მაგალითად თუ კი ფეოდალს მოკლავდა, სიკვდილით დასჯა იყო, მაგრამ თუ გლეხს მოკლავდა, ჯარიმა იყო, რაღაცა ცხარი უნდა მეგეყვანა ან საქონელი. აი დაახლოებით ეგეთი განსხვავებას თვლიდნენ, რომ ეგეთი განსხვავება იყო. ამიტომ არის რომ თუ კი არ შემთხვევაში მთელი სისტემა ეფარებოდა დანაშაულს, ჩვენ ამ შემთხვევაში ეს სისტემა რეაგირებს ადეკვატურად და სისტემა არ ეფარება დანაშაულს, პირიქით ის ავლენს ამ დანაშაულს და სჯის დანაშაულს. ანუ ეს არ არის რომ შენ რაღაცა მუშაობ ან რომელიღაც სამსახურში და შენ ის ახარ შენ იმუნიტეტი გაქვს და რაც გინდა იმას აკეთებ. არ არის ეს. ანუ შესაბამისად ჩვენ შემთხვევაში ეს არის რაღაცა ეგალიტარული საზოგადოება, რომელიც თანასწორობაზე არის აგებული და იმ შემთხვევაში იყო აბსოლუტურად კასტური საზოგადოება, თუ იყავი ნაცი ყველაფერი მოსულა, თუ არ იყავი არაფერი. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ერთი მნიშვნელოვანი რაღაცას დავამატებ, რომ კი ოპოზიცია ცდილობს რომ შექმნას საკრალური სხერფლი, რომელთაც გაოთანაბროს საკუთარი გვირგვინიანის შექმნას, ხო? მაგრამ თავარი მომენტი არის ის, რომ სტრუქტურული განსხვავებაა ოპოზიციის სოხოდელობასა და თანამედროვე სოხოდელობას შორის. ოპოზიციის სოხოდელობა ზოგადად გულისხმობს იმას, რომ თუ კი ქართული საზოგადოების უმრავლესობა არის ბნელი, უმცირესობა უნდა მართოს რა ეს საზოგადოება. შესაბამისად, თუ კი ამ უმრავლესობას აქვს რაღაც ისეთი ტოლოები, რომელიც აი ამ უმცირესობის ინტერესში არ არის, მისი დაჩაგრა, მისი კვლელობას კი მოსულა რაღაც სიტუაციებში. მოსული იყო, გამართლებული იყო. მე გახსოვთ ალბათ ერთ-ერთი ის ადამიანი რომ მოკლეს სამხედრო იყო, ზღვაში რო ჩააგდეს. უკაცრავად სახელი დამავიწყდა მის. დარჩიაშვილი. თუ შავაძე. შავაძე. დარჩიაშვილმა დაწერა რომ შავაძე. დარჩიაშვილი დავით დარჩიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრმა დაწერა რომ ის მოღალატე იყო და ღირსი იყო. კი სამართლებრივად სხვანაირად არისო, მაგრამ ან თვითონ გაასამართლეს რა და თვითონ მიიჩნიეს რომ ეს მასალები არავის არ აჩვენებს. მათი პირადი ესე იგი სამართალი და გაგება ის კუდმა გააკეთა. უკეთესი იყო. მოკლედ თავარი მომენტი არის შემდეგი, რომ ჩვენ ეხლა ვაშენებთ თანასწორ საზოგადოებას და ამ თანასწორ საზოგადოებაში პრივილეგიები არავის არ აქვს. და მეც დავამატებ ჩემი მხრივ, მართლა დასაძრახი მოვლენა მოხდა ეს პოლიციელების მხრიდან, თუმცა მოსაწონია რომ ხელისუფლებამ ირეაგირა ისე როგორც უნდა რეაგირებდეს და გავიხსენოთ რომ აი ხშირად არის ხო ადამიანები არა აუცილებლად ნაცები საუბრობენ რომ აი ეს რო ხდება, ის რო ხდება რაღაცა, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ ეს სტანდარტი ჰუმანურობის და რაღაცა რომ აი ეს სისტემა ვთქვათ აი ესეთნაირად როდესაც ხედავს ამაზე ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება აქვს, ეს არის დამსახურება იმ 2012 წელს გამარჯვების და ქართული ოცნების ხელისუფლების, რომელიც ამ სტანდარტს ინარჩუნებს და რა თქმა უნდა იმ ბირთვის ამორჩევლებისა, რომლებიც მართლა არიან ამ რაღაც მართლა როგორც ჩვენ თქვი ეგალიტარული სულით, რომ რა ვიცი ჩვენ რა თქმა უნდა გვინდა რომ პოლიცია გვიცავდეს, რა თქმა უნდა და ამას ძალიან კარგად გააკეთეს ეს აი იგივე ამ რევოლუციის ხუთი მცდელობის დროს უბრალოდ ხდება ხო ყველგან არის ხო არც ერთი სისტემა არსად არასდროს არც ერთ დროში არ არის დაზღვეული ესეთი სამწუხარო და დასაძრახი გადაცდომებისგან, თუმცა მართლა მოსაწონია რომ ეს რეაგირება იყო მყისიერი, იმიტომ რომ საერთოდ ქართული ოცნება ერთ-ერთ ბირთვი რაზეც დგას არის სწორედ ეს ჰუმანურობა და ეს ნაცებისგან განსხვავებული იდენტობა, ხო? და ამ შემთხვევაში ამ იდენტობის გარდა სახელმწიფოებრიობის დაცვისა ამ იდენტობის დაცვაცაა ჩემი აზრით ეს სწრაფი რეაგირება და ასევე ნიკუშასაც დავეთანხმები რომ ნაცების მსვლელობა არ არის რომ რაღაცნაირად ოცნებას გაუსწრონ ან უკეთესები გახდნენ, არა, მათ უნდათ რომ ოცნება და მთელი საზოგადოების დიდი ნაწილი ჩამოქაჩონ ასე ვთქვათ თავის დონეზე და მათ აი მართლა უნდათ რომ თავისი გირგვლიანი ყავდეთ, მართლა უნდათ რომ აი მართლა განსხვავება ხო არის გადაცდომა რაღაცა სამწუხარო დასაგმობი გასაგებია, მაგრამ აი როდესაც სისტემა არის მომართული და ხდება აი ეს ხო ერთი და ორი ფაქტი არ იყო იგივე გირგვლიანის თემაც გვახსოვს და ასე შემდეგ. ან როდესაც სისტემური ეს არის ერთი სისტემას აქვს ერთი სტანდარტი და აქედან გადახვევა ხდება. ანუ ეს იყო სამწუხარო გადახვევა, სამწუხარო გამოდის და იქ იყო სისტემური ძალადობა. აი ეს არის განსხვავება. შეგახსენებთ ზაზა. ესეთი კაცი გარდაიცვალა ნაცების დროს. ბატონი ქიმერიძე გახსოვთ ალბათ თქვენ. ეს არის ხაშურის პოლიციაში. ჩამოაგდეს კიბეებიდან თუ რაღაც. ძალიან კარგად. კი. იცით ალბათ და მე ყველაზე კარგად ვიცი ალბათ, იმიტომ რომ მისმა შვილმა დამირეკა მე და ჩვენ მაშინ აკრედიტაციის გარეშე ვაკეთებდი და მივედი და პოლიციაში კი არ პირდაპირ
გადმოვარდაო იძახავდნენ და დიდი კიბეა ხაშურის პოლიციაში. რა გააკეთა მაშინ ხელისუფლებამ? მიცვალებულის ჭირის უფალს დაუწყო შანტაჟი. რო არ უშვებდნენ. არ უშვებდნენ, ჩვენ არ უშვებდნენ, არ უშვებდნენ ექსპერტიზას არ ატარებდნენ და დაუწყო შანტაჟი მიცვალებულის ჭირის უფლებს, ხო? აი ეს არის, ესენი არიან ნაცები. ყველა საქმეზე ეგრე იყო შალვა, ნებისმიერ საქმე 26 მაისის კვლელობები ეგრე არისო? კი, ორი ეგრე არის 150 ადამიანი მოქალაქე ყავთ მოკლული ეგრეთ წოდებული ჭყალებში სპეცოპერაციების თუ რა ოპერაციებსაც ატარებდნენ ახალგაზრდები ქუჩაში სახუცილი ხალხი. ყველას ოჯახს აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ რომ თუ თქვათ ხმას ამოიყებდნენ, აგერ ზოგს მეორე შვილი ყავდა. ამას დაგიჭერდა. სადაც შეიძლება თქვათ ფულით გაეკეთებინა. აი დაგვარებდნენ იქ მუქარა და ასე შემდეგ. ყველაფერს აკეთებდნენ. ანუ სისტემური დანაშაული. ეხლა ყურეთ მანქანა როგორ მოიქოქა ამათი მანქანა ჟურნალისტია კითხოს რო უსვავს კონკრეტულ ქმედება დანაშაულთან დაკავშირებით ჯერ ივხედავთ ჩვენ გარეგნული ნიშნები სრულიად საკმარისია იმისთვის რომ ჩავთვალოთ რომ ძალადობა იყო მაგრამ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ვილაპარაკოთ დანაშაულზე და ასე შემდეგ 100%-იანად კი ბატონო ხო და ახლა უყურე როგორ უსვამენ საერთოდ არაფერ შუაში არ არის ეს სისტემური ძალადობა და წამება და ჯერ ერთი წამების კვალიფიკაცია ვინ მიცა წამებას საერთოდ სხვა რაღაც არის და მაგაზეც თქვა მე სისტემური გავახსენოთ ამ ხალხს რა არის სისტემური ამ ხალხს რა კონკრეტულად ისინი იყოს ხედავთ სისტემური იყო მაგალითად გავიღოთ ციხის ფაქტები წამება ის დამოკიდებულება ის მოპყრობა ანუ იმ წლების განმავლობაში ვინც შედიოდა ციხეში და გამოდიოდა ყველა გადიოდა იმ რაღაცა დამამცირებელ მოპყრობასაც, წამებასაც, ძალადობასაც და ასე შემდეგ. რომელიც იცოდა ხელისუფლებამაც, დიდმაც და პატარამაც ვინც იქ იყვნენ და იმ ხალხმაც, ვინც ახლა დღეს დგანან და რაღაცა საპირისპიროს ლაპარაკობენ და არავინ არაფერს არ ამბობდა. პირიქით ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს. ანუ ხელისუფლება მომართული იყო იმისაკენ, რომ ესე გაგრძელებულიყო. ანუ ეს ფორმა აწყობდა საზოგადოების დაშინებისა და ჩვენ გვაქვს მაგალითი, როდესაც ევროსასამართლომ ორი განაჩენი, ერთ განაჩენში ეწერა რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატიურ წამებას, პირდაპირ წერია და თუ არ ვცდები გირგულიანის განაჩენში წერია რომ ჩართული იყო მთელი შტო, სახელმწიფოს შტო, ყველა სასამართლოდან და პრეზიდენტი, პარლამენტი, რომელმაც კანონები შეცვალა. აი ეს არის სისტემური დანაშაული. დანაშაული და დამოკიდებულება. პარლამენტი რო იმითო ცვლის, რომ ვიღაცები დაიცვას. პარლამენტი ცვლის სისხლის სამართლის კოდექსს, პატიმრობის კანონს. კი. ხაზე ხა? ანუ ეს ყველაფერი, აი ზუსტად მაგაშია საქმე, სისტემური, მთელი სისტემა არის შიგნით ჩართული. და იმ დროს, როდესაც რეაგირება ხდება მყისიერად სახელმწიფო მანამდეც და დღესაც გიცხადებს რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება დანაშაულის ჩამდენი ჩვენი ვალდებულებაა რომ ადამიანების მოქალაქეების ინტერესები დავიცვათ და შენ ცდილობ რომ ეს ყველაფერი ანუ აღქმები ხო გახსოვთ ამათი მიდგომა რომ თავარია რომ აღქმები შეიქმნას და საზოგადოებას ეხლა გონებაში უნდა ჩაუდონ სისტემური ძალადობა, სისტემური წამება, ანუ წამება, რომელიც მათი მხრიდან დადასტურებულია სასამართლოების მიერ, დღეს რაღაცა ილუზიებს ქმნიან და მოქალაქეებს აჩვევენ იმას, რომ ნახე ის ჩვენს წამებლები კი ვიყავით, მაგრამ ესენი წამებლები არიან რა მნიშვნელობა ოვერტონის ფანჯრის გაღება, რომ ესენი ერთნიერი და მე ვიქნება ბოლოს რომ ჩვენ ვართ. რა თქმა უნდა, ეს არის ხმაურიანი რაღაცა პოლიტიკის შექმნა, ამათი გაკეთებული საქმე ვინმეს უნდა ხავს ამ 14 წლის განმავლობაში. ერთი თუნდაც პარლამენტში როცა იყვნენ პარლამენტის გარეთ, მხოლოდ ძალადობაზე არიან მომართულები, არ გამოუვათ რევოლუცია დაიწყებენ მეორე დღიდან უკვე კიდევ რაღაცა მცდელობების შექმნას, რომ საზოგადოება რაღაცნაირად შეაჩვიონ, რა ცუდია ხელისუფლება. ჩვენ კარგები არ ვართ, თავისთავად ცხადია, ამაზე ვეღარ ლაპარაკობენ, მაგრამ რა ცუდია თურმე ხელისუფლება. ეს არის მათი მთავარი მიზანი და ამოცანა. მაგრამ დღეს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ჩვენ ვიცავთ ყველას ინტერესებს, ეს არის ჩვეულებრივად მოქალაქე, სახელმწიფო მოხელე, დიდი პატარა ჯარისკაცი თუ პოლიციელი. ეს არის მთავარი სახელმწიფოს მუშაობის
პრინციპი, მთავარი პრინციპი, სამართლიანობის პრინციპი. რაც არ უნდა დახვეწილი კოდექსი კონდეს, გინდა კონსტიტუცია და რომელი კოდექსი გინდა იყოს, თუ სამართლიანად არ განხორციელდა მისი აღსრულება, მნიშვნელობა არ აქვს. დადექი და იძახე რომ რა მაგარი კონსტიტუცია მაქვს და რა მაგარი კოდექსი. დაგიჯერებს. რა, ხო, დაგიჯერებს ერთია, მაგრამ ის კოდექსი, სადაც კონკრეტული მაგალითები. დიდი არაფერი ცვლილებები არ შესულა, ხო, ის კოდექსი, სისხლის სამართლის კოდექსი, მაშინაც იყო სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, დამატ ხელისუფლების პირობებში და დღესაც არის. მაგრამ ხო, განსხვავებას ხო საზოგადოება თავის თვალით ხედავს. სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რამდენი გადაწყვეტილება სასამართლოს ქართული გაასაჩივრეს სტრასბურგში, ყველგან მიიღეს დასაბუთებულად უარი განხილვაზე. ან უარი განხილვაზე, ან არსებდათ განიხილეს და რა თქმა უნდა, რომ იქიდანაც ადასტურებდნენ, რომ ქართული ხელისუფლებაც და სასამართლოს მოქმედებდა კონსტიტუციის დაცვით, კანონის დაცვით. ეხლა წამებასთან დაკავშირებით ისე რაღაც ორი სიტყვაც რა. ჯერ ერთი როცა სისტემურზე ლაპარაკობენ, თვითონ სიტყვაც გვეუბნება სისტემური რას ნიშნავს, ხო? სისტემატიური ხასიათი უნდა ქონდეს. დღესაც უნდა ხდებოდეს ხვალეს და წესი უნდა იყოს მოქმედების წამები. წარსულშიც და და შტოებში ყველაში ეს უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ესე იყო, ხო? და თან ამას თავისი ქმედებით სახელმწიფო უნდა ახალისებდეს. სადნახეს სახელმწიფოს მიერ წახალისებული, თქვათ, გინდა ძალადობა, გინდა მით უმეტეს განსაკუთრების გზამი და რაღაცა. ეხლა წამებასთან დაკავშირებით ამ კვალიფიკაციას ვაძლევ, უბრალოდ უთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ წამებას საერთოდ სხვა შემადგენლობა აქვს. წამებასაც ანალოგიურად ჭირდება დროში გახანგრძლივებული უნდა იყოს და აქაც ფსიქიკური და ანუ ისეთი ფიზიკურთან ერთად ფსიქიკური წამებაც არის ფსიქიკური წამების შემადგენლობაც უნდა ქონდეს აუცილებლად. დამამცირებელი მოპყრობას მე მგონი დაახლოებით იქვე არის. არა, დამამცირებელი მოპყრობა წამებასთან არ არის, მაგრამ არის. იმას ცალკე შეფასება აქვს. ანუ ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა იყოს. ანუ ის რომ ვიღაცა პოლიციელმა გინდა დაკავების დრო იყო, ცდილობა იყო თუ ასე ვთქვათ, იძალა და ზუსტად ეგ არის რომ ძალადობით, ეხლა რომ ჩვენ აქცენტი ეს იყო ძალადობით მომხდარი თავის უფლებამოსილების გადამეტება, ანუ გადაამეტა თავის უფლებამოსილებას და ჩაიდინა ის ქმედება, რომელიც გამოწვეული იყო ძალადობით. ზუსტად მაგიტომ არის მესამე ნაწილი და ზუსტად მაგიტომ აქელა სანქცია, ხო, ჯგუფური და მეხუთე 5 წლიდან რო იწყება და 8 წლამდე. და თქვენ გინახავთ იმ დროს იმ ხელისუფლების დროს ესე მყისიერად ვინმეს პოლიციელის დაჭერა ან საქმის გამოძიება არა გიგლიანის საქმე რო ავიღო გიგლიანის საქმეს ნუ რავინ უმასწავლოს არა ყველაზე ხო არა ნათელი ყველაზე რითი დაიწყო გამოძიება დონაძე გამოვიდა ტელევიზიაზე და სვანური მაფიის გარჩევა იყო დონაძე თანამდებობის პირი იყო ერთი წუთი შალვა მე გეტყვი ანუ ხდები ახლა მე თვითონ ვიცი საიდან დაიწყო გაყალბება მე თვითონ ვიცი ანუ მეორე დანარჩენ დეტალებზე არ ვისაუბრებ მე თვითონ ვიცი და რაღაცა ფორმით გამოძიებაში მონაწილეები მაქვს შეტანილი. მეორე დღეს ამოღებული იყო კამერა და მეორე დღეს იცოდნენ ვინ იყო დამნაშავეები. რამდენი ხნის მერე დაიჭირეს? ქალაქის სამართლოს უფროსმა იცოდა ეს. და ამიტომ განსაკუთრებით მინისტრმა არ იცოდა თუ პრეზიდენტმა არ იცოდა. გააჩერა შინაგან საქმეთა მინისტრმა, თორე ქალაქის ქალაქმა იცოდა. ყველამ იცოდა, შალვა. არა, კარგად გამოიძია თქო ქალაქმა მაშინ. მაგრამ თქვათ ეგეც. სანამ ზეწოლა იქნებოდა. უყურე როგორ არის გამოძიება რომ დაიწყო ფაქტები იქნა ამოღებული. ოპერატიულად ფაქტები თავის საქმიანად წაიღეს შინაგან საქმეთა მინისტროში და რა თქმა უნდა ახლა მთავრობასთან შეთანხმებით მიმდინარეობდა ამის მიჩქმალვა და მას შემდეგ უკვე რომ საზოგადოების ზეწოლა იმ ხელა იყო რომ ამას ვეღარ გაექცეოდნენ იძულებული რომ იყვნენ ზუსტად ამაშია სისტემური დანაშაულის სახე მერე დაიჭირეს თქვა დანაშაულში მონაწილე პირები ყველა არა რა თქმა უნდა და ნახე რა გააკეთეს შეუქმნეს სასათბურე პირობები ციხეში აემნები ფულები რაღაცა უდო შეწყალება მოყვანები იქიდან მათი გამოყვანა და რაღაც კეიფები და ყველა პირობას უქმნიდნენ იმისთვის რომ რაღაცა ფორმით გადაეგურებინოთ დიდი ფულით მისცეს და ასე შემდეგ აი ეს არის სისტემური და დანაშაულის სახე შეგახსენებთ მეგობრებო რომ ერთი პატარა ნიუანსი შენ იცი ალბათ ზაზა ამის შესახებ რა არის სისტემური დანაშაული როცა ნახეს ვინ არიან ესენი და გარემოებებით არაფრით არ უნდა დოთ კვლელობის კვალიფიკაციის მიცემა არაფრით არ უნდა დოთ შემოაკვდათ თემა აქვს
მაშინ იყო სისხლის სამართლის დანაშაული ასეთი, ეხლაც არის სხვისი ნივთის განადგურება. და კოდექსი შეცვალა, ბევრი რამ შეცვალა კოდექსში პარლამენტმა და ფასი, ანუ ღირებულება გაზარდეს, რომ ის საწოდა ბიჭს რომ სხეული ტანსაცმელი დაახიეს, ის არ მომხდარიყო. კიდევ ერთი მუხლი არ ქონოდა რა. არაუშავს, ეგ გავიარეთ, ეგ და ეგ კმენები კიდე არავის ყველას ფეხებზე კიდეა მაგათი კმენები. სახელმწიფო მოიქცა კარგად, მეტი გონივრულად რომ ვილაპარაკოთ, მეტი რა უნდა გაეკეთებინა და ეხლა ნახავთ შედეგს და გამოძიება წავა გამყარებს სასამართლოზე ამ თავის მტკიცებულებას. ეხლა 26 მაისი მიმოვიხილოთ, მეგობრებო, 26 მაისი, რომელიც შესანიშნავი დღეა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. და დღეს მოუწიათ, გუშინ მოუწია აღიარება ვაშაძეს, რომ ხალხი კმაყოფილი არა ვარო. თქვა მაინც. ხალხითო, ხო? ხალხის რაოდენობით არა ვარ კმაყოფილიო, ხო? ხო, ნუ მე რამდენჯერ შეიძლება რომ გამოექანო და კედელს დაეჯახო. ხო ხედავ რომ კედელია, ჰა? ბევრჯერ. აი რამდენჯერ შეიძლება? ბევრჯერ. აი არ ვიცი. სანამ აგენტი იქნება, უნდა ეჯახოს კედელი. კი ვარ თან, ბიჭო, სუსტებიან, ყოველ ესეთ გამოქანებაზე სუსტებიან. მეტი რა უნდა დასუსტენ, ხა მე არ ვიცი, მაგრამ 26 მაისზე ვილაპარაკე. მე თვითონ მათ წრეში აღმოაჩინე, ეს რაღაც მე-15 წელს გაჩნდა, შედარებით ცინიკური ნაწილიც. ხო? ხო, ერთი სულ მცირეა, მაგრამ ხო ხვდები, რომ წარმოიდგინე რაღაც კრიტიკული გონების სინათლე შევიდა მათშიც. თვითონ გადაობდნენ და მე ყველაზე მეტად მომეწონა რომ 9 პარტია ვიყავით და ჯამშიო თითო 1000 კაცი ვერ გამოიყვანაო. 1000 კაცი ძალიან ვერ. ანუ რას გულისხმობ? ყველაზე ოპტიმისტური ვარიანტი რაღაც 7-8000 კაცი იყო. ანუ 9 პარტია, ანუ 1000 კაცის გამოყვანა ვერ მოახერხეს. თან აქ ლაპარაკი არის პარტიებზე, NGO-ებზე, რაღაც ამ მაგათ სექტებზე, ანუ ავადმყოფობა ჭირთ მაგათ. არა, თამარა ჩერგოლიშვილი ეგეთ რაღაცა თქვა, რომ ჩვენიო მესიჯიო ყველაზე უკეთ პენეტრირდებაო. არა, შეიძლება არა, მე რა ამ ხას უნდა აშენების მოგება, ხო? საქართველოს. შენ ახლა შენი გაყმილებით შეიძლება შეიძლება ეგ ტანკის ბრონის გარღვევას გულისხმობდა. არა, მე ანეკდოტი ხო იცი? შორიდან მეც მეგონაო და ახლოს რომ მივედი ისეო და ახლოს რომ პენეტრირება იყო. რამდენი ქართველია ეხლა რომელსაც ის გონია რაც მე მგონია. წინა თემას დავუბრუნდები რა. გუშინ ამ პროცესს ამბავი, გორის ამბავი. გავიგეთ, ვნახე რომ რაღაც რაოდენობა მივიდნენ და მე აღმოჩნდა მე ეს ჩემს საყვარელი კატეგორია, რომელსაც მე ვფიქრობ, ანუ აგრესიული დიასახლისი. აგრესიული დიასახლისი. კარჩ ყავთ აგრესიული დიასახლისების სპეცრაზმი. ხო. სადაც 15 ქალია, რომელიც ყველა შეგიძლიათ, აი ვისაც არ გეზარება თუ ხარ ჟურნალისტი, გადავთ ყველა აქციაზე, რომელიც საქართველოში, ანუ ეგეთ აქციებზე, რა რომ მათ რო ეზარება წასვლა, ჩადიან, ერთ-ერთი ქალებით განან და კამერებს აფურთხებენ, იგივე შემთხვევაში. აი ანუ რატო ვიცი რა რომ ანუ კადრი ნანახი მაგა. ანუ რატო ვიცი რა რომ 1-2 არის ცხოველთა მოყვარულიც რა რომელიც მეც დამზდებდა. საეჭოდ ემთხვევა. მეც დამზდებდა. შესაძლოა ანუ სახეზე ვიცნობ რა. რაკეთან გამომდინარე დავაკვირდი რა რომ ეს სპეცრაზმი ყავთ რომელიც დაყავთ ფულს უხდიან ანუ აორგანიზებენ და ყველა აქციაზე დადიან. ოდიში ბაჩო ახალაიას ფანები იყვნენ გუშინ მისული გორში აქციაზე. იმიტომ რომ აგერ ნახე და ბაჩო ახალაიას აქებდნენ. ის ქალები იყვნენ იქ და აპროტესტებდნენ ძალადობას ის სხვათა შორის ანუ ბაჩო ახალაია ანუ მე რას ვამბობ რომ სინამდვილეში მოდი თქვა რა ძალიან ნორმალურია როდესაც მოხდება ასეთი ამბავი ვინმე გააპროტესტოს. ეს არის ძალიან ნორმალური და ძალიან კარგი. ისე როგორც ხელისუფლების რეაქცია არის ადეკვატური მოსახლეობაში რომ პოლიცია რო ვიღაცა ცემს რომ ეს გააპროტესტო ეგეც არ არის არანაირი პრობლემა. უბრალოდ სასაცილოა რომ ამისთვის იყენებენ რაღაცა სპეცრაზმს რომელიც ჯერ ერთი ამ ნებისმიერ ახლა თუ დაუკვირდები რა ანუ თუ დაუკვირდები ხა როდესაც ნახულობ რომ აქციაზე მონაწილეობს ბაჩო ახალაიას დამცველი არადობას მოაქვს კაც კარგით რა ანუ რაღაცა ხა ლოგიკური რაციონალური რაღაცებიც ხო არსებობს თოთ მე რა ვიცი ჩემი შვილთან ერთად ვიყავი 26 მაისს და იქ არ მინახია ესენი მე მოვიდნე ხო არა ზოგადად 26 მაისი ჩემთვისაც ბავშვობაში ბაბუჩებს დავყავდი ყოველთვის რაღაც თბილგზნობებს იწვევდა და იქიდან აი ძალიან მიყვარდა ეს დღე
განსაკუთრებით სამხედროები რო თავის ტექნიკას ჩამოატარებდნენ ხოლმე და წესით ეგ დღე ზოგადად პირველ რიგში ყოველთვის არის, მაგრამ ბავშვებისთვის არის პირველ რიგში და რატომ? იმიტომ რომ პატარა ბავშვობიდანვე მახსოვს რომ ეგეთი ლოიალობისა და რაღაცა ესეთი სიამაყის განცდა მქონდა ხო? აი მაინც ამ დღეს რომ მოგინდება რაღაცა რომ მოგინდება, გაიგე? სხვადასხვა ასე ვკვირდებს, ბავშვებს რაღაცნაირად ებრძვია. ახალ წელსაც გახსოვთ. ახალ წელსაც კი. და ეხლაც ხო და აი ეს დამოკიდებულება, აგდებული დამოკიდებულება რაღაც საკრალური დღესასწაულების მიმართ რა, არის ძალიან ესეთი თვალშესაცემი. აი ამ ჯგუფის მიერ, რა. ესე იგი, რაღაცა ხო შეიძლება იყოს ისეთი სივრცე, ну წმინდა შეიძლება ვიღაცებისთვის არ არის ეს, მაგრამ აი რაღაცა აი შეუხებელი რა, მოილაპარაკებ რომ აქ არ გვინდა რა. ერთს გეტყვი მაგაზე რა არის არგუმენტი რა, რომ მე მაქვს ასეთ ბედნიერება რომ მათ ჯგუფებში მყავს რამოდენიმე ჩემი აგენტი რა, რომელიც მაწვდის ხოლმე. რას ბაზრობენ? ხო. ანუ თელი მათი რიტორიკა რა არის, იცი რომ მათ აქვს ასეთი რამე რომ ისინი იტანჯებიან. ანუ მათ აქვს ისინი იტანჯებიან, ანუ რაღაც ანტიდეპრესანტები და რაღაცებს კონალობენ, არიან წამებული ხალხი. რატო? რო ეს სისტემას ებრძვიან. რუსეთში ცხოვრობენ. რუსეთში ცხოვრობენ, თელიამენსკში ცხოვრობენ, იტანჯებიან, აუტანლად გზნობენ თავს და ამ დროს ხალხი რო ერთობა. მართლა ანუ ხო, სხვათა შორის ყოფილა. კი, თავის რიგებში დასასვენებლად რომ მიდის ვინმე ან კონცერტზე რომ მიდის, მაგრამ უნახავენ. ალავენ მაგას და იგონებენ. არა, ვისაც ფოტოს დაუნახავ, ნანუკა რომ მიდის იქ. არა, ნანუკა შეუხებელი. შავა სხვა დღის ფოტოებს დებენ, გარადებულობით კი არის ხო აქ. პატიოსანი ადამიანის, როდესაც დეპრესია მაქვს, როგორც ცდილობ რომ ცალკე ვიყო და ხალხს არ შევეხო და ჩემი ის იყო. ანუ რეალურად ხო მე იმის თქმა მინდა რომ თუნდაც პოლიტექნოლოგიურად რო გათვალო, აი ყველანაირ საზომი, რავი, რა საზომი უნდა იყოს, პოლიტიკური, პოლიტექნოლოგიური, პიარული, რავი, ბევრი საზომია, ხო? ანუ არც ერთ საზომში არ ჯდება ეგ რა, ანუ როგორც მომგებიანი აქცია. არც ერთ საზომში არ ჯდება ეს მომგებიანი აქცია და მე აი უბრალოდ ის მიგვირს ადამიანები რაღაცა იმით ამაყობდნენ ხო სააკაშვილის დროს რომ რაღაცა ტელევიზიებში მუშაობდნენ და რაღაცა პიართან ქონდა შეხება და მე ეს უკვირთ რომ ეს არ მუშაობს ესეთი რაღაცა. აი ძალიან მიკვირს რა ელემენტური რაღაცა ისეთი ლექცია როგორც ვიცი ამერიკელები უკითხავდნენ რაღაცეებზე ლექციას ხო პიარზე და რაღაცეებზე ლექციას. ხო და რანაირად ხდება ესე რომ ესე არ ესმით ეს განწყობები და ესე ხელიდან გაუშვეს ეს განწყობები ვერ ხდება. 26 მაისი წაგვართეს რა. არაფერი არ წაგვართეს. არა, იყო მცდელობა. ახალი წელიც შობა სხვა შორის აღდგომას თავის 9 მაისი რო 8 მაისი უნდა იყოს. 8 მაისია. თვითონ ეს ლიდერები, ნაცების ლიდერები დადიან უცნაურ ეკლესიაში. მე არ მინდა არც ერთ კონფესიას შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ დადიან ეს ბაპტისტი დედაო კი არა, ქალბატონი ეპისკოპოსი. მამა რუსუდანი თუ დედა ხო, ნუ რაც არის, მაგრამ ქართველი კაცი. რომელსაც უნდა რომ ხმები აკრიფოს. რატომ მიდიხარ ხე იქ? ხო? კი, შეიძლება პატივისცე, მაგრამ საკრალურ დღეს აღდგომას ახალ შობაზე რატომ მიდიხარ იქ? ნუ კაი. ხო, ნუ ეს და არ არის ლოგიკა, არ არის მე ჩვენ რომ ვამბობთ რომ ესენი უყურებენ ქართველებს, როგორც ბნელებს, უმრავლესობას, უბრალოდ ხდება ისე რომ ამ რასაც ისინი ბნელებს უწოდეთ, ინტელექტითაც აქეთა ფლანგი აშკარად აღემატება, რა ვიცი, წარმატებებით, აი პირობითად, აი ალბათ სპორტი, რა ვიცი. ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც მართლა ეხა არავი ყველა ქართველის თანაზი არია. მე არ დამავიწყდება ის თავარ ახსენ რომ იყო ჟურნალისტი, რომ ესო რა ნაპოლიში არა იმაში გადავაო და ნუ კვარაცხელია მე სოფლიო დონის ვარსკვლავია და აგერ მეორე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს მაგას ბოგმა ალაპარაკები. ხო. იმედია. ხო და ანუ ეგ ბოგმა ალაპარაკები. ანუ ის ფაქტი რომ საკუთრივ ანუ ეს ნიკუშას ხას გავაგზავნებს, ანუ ეს ბნელები ბჭყალებში ქართველები რომ რაღაცა უხარიათ, რავი, სვავენ, ხანდახან ზეიმობენ, ხანდახან რა ვიცი, საერთაშორისო დონეზე არიან წარმატებები, ესენი წყინთ და მე ხა 26 მაისზე რა მაინტერესებს. აი თქვა გამოსულიყო ორჯერ მეტ, აი რა მოხდებოდა. მოდა წავიდოდე და რა, აი რა მე კითხს ვამბობ, როდესაც ისეთი საკრალური დღე როგორც იყო მიშას ციხეში ჩაჯდომა, როდესაც მათ ვერაფერი ვერ ხნეს, ეს არის იმის გარანტია, რომ ისინი სამომავლოთას ვერაფერს ვერ იზავენ. აი ესეთი ტიპის მეთოდები. 26 მაისს წინასწარ განცხადებები ჰქონდა და ბოლოსკენ დაიწყეს შემოეპარა ცოტა ისეთი ტონი რა, რომ თუ ბევრი ვიქნებით მე ბევრი რო ყოფილიყვნენ ჯერ ერთი რო პროვოკაციას მოწყობდნენ და დაიწყოთ იქიდან რომ პროვოკაციის მოწყობა სადა
ნიკა გვარამიამ, როდესაც თავ პირველად მივიდა აპარატურის ასექციის შესატანად და უარი რო უთხრეს, თქვენ თუ დააკვირდით რას ამბობდა იქ, რომ როგორ ბედავთ უარს მეუბნებით იმ დროს, როდესაც აგერ იქ სასტუმროში, რომელიღაც სასტუმრო მიუთითა, აქ უცხოელები არიან და იმათი თანდასწრებით უარს მეუბნებით. ანუ მათი დამოკიდებულება ნახე. უარს მეუბნები შეიძლება 26 მაისს რაღაცა ჩვენც უნდა ვიზეიმოთ ამნაირმა ადაკვირდ განწყობილი არა. უცხოელები არიან იქიდან ისინი გვიყურებენ და თქვენ როგორ ბედავთ რომ უარს გეუბნებით. აქ იქვე გამოჩნდა რომ ის უცხოელები ისდნენ იქ და უყურებდნენ აბა ეხლა უნდა გნახოთ რას იზავთ და რისი გამკეთებლები ხართ. ეს იყვნენ მათი პატრონები. ეხლა სანამ მათ ლოზუნგზე გადავალ, მანამდე თქვათ რა იყო რა მოხდა მე ჩემი თვალით ნახე ყველაზე ბევრი 5000-დან აი ასე შეიძლება ყველაზე უნამუსოთ რო თქვა აი 8000 რაღაცა 10000 თქვა რაღაცა თვათ უნამუსო რო იყო თავზე ხელახებული ეგ იყო და ეგ უყურე რა იყო მოიყვანეს ეს ხალხი და უთხრესო მივესალმოთ რუბიოს აუ ეგ ბაგარი იყო ფანრები ეხლა ჩართეთო ფანრებიო თას მიუშვილეთო და დაინახო მივესალმოთ რუბიოს ეს რა გამახსენს რო ახველებდა ნათლიას გახედა ეგ თემა ეხლა რა ხდებოდა რუბიოსთან დაკავშირებით ანუ წინა დღეს რომ მისალმებოდნენ ინდოეთში რო იყო მაშინ ვერ გაიგებდა და ერევანში აღარც ერევანში აღარ იყო თან ხო კადრით უნდა ხა თვითფრინავი და ხوار უყურებს ის პარლამენტის შენობას ეს ლაივში ამხილა პრობლემები აქვს მეტალური ინტელექტუალური იმათაც თქვათ ვინც ლიდერები არიან და მაგაზე მერე და იქ ვინც ის შემოკრებილი ყავდა ის ბაბლი ხო და ჟრიამული ატყდა და ეს რაღაცებს ანთება არც სომხეთში არ იყო ამ დროს რუბიო კაცო ის 1 საათი ჩაფრინდა სომხეთში და 1-4-5 საათი გაფრენილი იყო უკვე იქიდან როცა ესენი ესალმებოდნენ რუბიოს. წინა დღეს რომ მისალმებოდნენ, ან მეორე დღეს რომ მისალმებოდნენ, ან 26 მაისი რამე შუაში იყო, ვერაფერი ვერ მოახერხეს. ხალხი რომ არ მოვიდა, ის პროვოკაციაც ვერ განახორციელეს, რა პროვოკაციაც უნდათ. ამთავრებენ ხა 5 და 10000 კაცის მართვას რა უნდა პოლიციელების 500 კაციანი ჯგუფი ჩვეულებრივად მართავს არანაირი პრობლემა არ და არ დაჭირდებოდა თვითონ ამყოფდნენ კიდე თავს ციხეში ამიტომ აღარ წავიდნენ მაგრის გზაზე ეს იყო ჩვეულებრივად თორე დაგეგმილი იყო რა პრობლემა იყო მე ეხლა ლოზუნგთან დაკავშირებითაც ორი სიტყვით ვთქვათ რა საქართველოს იმსახურებს უკეთეს ნუ თქვა ჩავთვალოთ რომ სწორად გავიგეთ მათი ლოზუნგი და უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებს საქართველოს ახლა ვინ იყვნენ თვითონ ხარ იმ ხალხს თავიდანვარებოდ იმ ხალხს მინდა შევახსენო რომ აი 26 მაისთან დაკავშირებით როდესაც ტელევიზიაში რაღაც ინფორმაციები გადიოდა ერთ-ერთი მოკლულის შვილმა თქვა რომ მამაჩემსო ენა ქონდა მოჭრილიო ენა ქონდა ამოჭრილიო როდესაც გვამი რომ მიუსვენეს სახლში დენმარო ვითომ დენმარო და სახურავზე რო ერთ-ერთმა კი ბატონო და ეს ხალხი ვინც იქ იდგა გვეუბნება რომ საქართველოს იმსახურებსო იმათო ვინცო ახალ მანქანაზე რო იდგნენ და ლიდერები რო იყვნენ ესენი ყველა იყვნენ ხელისუფლების ყოფილი სააკაშვილის ყოფილი ხელისუფლების წევრები სულ ყველა ჩამოვთვალოთ ხო ვაშაძეც გვარამიაც ის რა ქვია ბარამიძე და ცოლქმარი რო არიან ახლა სულელები ჯაფარიძე და ასე შემდეგ ანუ გვეუბნებიან რომ ჩვენ კი ბატონო ხალხსაც კლავდით ენასაც ვაჭრიდით ვინც პოლიტიკურად აქტიურები იყო ასე შემდეგ ბიზნესსაც ვართმევდით ქვეყნის ტერიტორიებიც დავკარგეთ მაგრამ მაინც ჩვენ უკეთესები ვართ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ქვეყნის ტერიტორიების რა არის ის საზოგადოებას ხანდახან შეხსენება უნდა ხომ და ბევრი რამე ავიწყება და ხანდახან მეც დამვიწყებია თქვენ თუ გახსოვთ კაცო ოსეთთან და აფხაზეთთან ზემო აფხაზეთი რო დაარქვეს კოდორის ხეობას და ზემო აფხაზეთი რო ბჭყალებში კანონიერად წაიღეს ვინც წაიღეს ეს ხო ჯარი გამოიყვანა ვინმე ხო არ გონია რომ ეს შემთხვევით მოხდა ოსეთთან დაკავშირებით ახალგორის რაიონი ოსების რო იყო შევარდნაძის დროს გადმოვიდა და გახდა მცხეთა-მთიანეთის. კი, ქართველების ხორომი. კი, რა თქმა უნდა, მცხეთა-მთიანეთის და ახალგორი დადიოდა. მანამდე იყო ლენინგორი, მერე გახდა ახალგორი და იყო მცხეთის ტერიტორია. იქვე არ არის. მერე განსახურდიას დროს საერთოდ თქვათ, ამოიღეს ეგეთი რაღაცეები, რომ არც იმისი, არც ამის საქართველოსია და ჩვენია და ასე შემდეგ.
და სააკაშვილმა სპეციალურად ისევ როგორც მაგალითად იმაში კოდორის ხეობაში ისევ დაარქვა იმას რაღაც ოსეთი და არჩევნები და რაღაცა უბედურებები მოიგონეს. ხო გახსოვთ სანაკოი რო იყო პრეზიდენტი და უკვე ის ვერ ძოდდნენ. კი ბატონო. ფანდარასთან. ხო, ანუ ეს ისევ ანალოგიურად წყალებში რო თქვათ, ისევ ოფიციალურად წააღებინეს იმას რუსებსა და ოსებს, იმიტომ რომ ეს ჩვენი ოსეთი ქვია, როგორც აფხაზეთი, ზემო აფხაზეთი ქვია, ესე იგი აფხაზეთი ჩვენია, ზემო ჩვენია, ქვემო ჩვენია და ასევე ეს ყველაფერი ოფიციალურად ომის დაწყება დაადასტურა ამ ხალხმა, ამ ხელისუფლებამ, როდესაც საგამოძიებო კომისიამაც და რაღაცა ევროკავშირის დონეზე რეზოლუციები მიიღეს, რომ საქართველოს ომი დაიწყო, ამ ხალხმა ომის დაწყება დაადასტურა, ჯარს დააბრალეს და ასე ყველა უბედურება ტერიტორიები დაკარგეს. შიდა საშინაო პოლიტიკაში ხო ხალხსაც ხოცავდნენ, ბიზნესებსაც ართმევდნენ, რაღაც დაავადმყოფეს ხალხი, ყველა უბედურება თუ რამე ციხეებში ხალხს აწამებდნენ, კლავდნენ, აუპატიურებდნენ და იმ პოლიტიკურ ჯგუფს, იმ პატარა რაღაცა ნაძილების ნაწილს, იმას არც ცხენია, არც არასოდეს არ შეცხენია და დღესაც გვეუბნებიან მე რა აგენტები ვართო. მაინც ჩვენ ყველაზე კაი ტიპები ვართო, გაიძახიან და თვალებში ნაცած გვაყრია. მე იმ ხალხს მინდა, აი, კითხვა დაუსვა გულწრფელად. ეს ყველაფერი ხო იცით. ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ. და თქვენ გინდათ რომ ეს ხალხი იქ შეკრებილები იყვნენ. აი იქ შეკრებილები იყვნენ. ისინი ეთანხმებიან, მე ხო კარდები გაავრცელეს რომ საქართველოს იმსახურებს 7000 კაცი იქნება. რა მნიშვნელობა? უნდა იყო 7000 კაცი იყო დაახლოებით 4 ოქტომბრის რა. ხო, ნუ აი რაოდენობაა და მაგაზე ჩამოყალიბდნენ უკვე, მაგრამ 7000 რა მნიშვნელობა საქართველოსთვის 7000 საწოდაობა არია რა, რომ ეს ხალხი გვეუბნება რომ თურმე გიგაბოკერია არის უკეთესი და ჩვენ ვიმსახურებთ რომ გიგაბოკერია იყოს 7000 ჩვენ ეგრე უნდა რა ის პატარა სოფელი გაუკეთოთ გასაგებია რომ უნდა ანუ თურმე თვითონ რომ უნდათ ეგრე უნდა გადაწყდეს საქართველოს ბედი არასოდეს არ გადაწყდება გულს მე ნახე გულს როგორ იკეთებდნენ ეს უნამუსოები ის რა ხა ნაძილები არიან რა თუნდა მაგას ლაპარაკი ვაშაძეები და ვიღაცა ის რო გამოქვეყნდა მე ხო ნახეთ ტელევიზორში ჩვენი რეიტინგი იმ დღისით. პირველის რეიტინგი. მაღალი იყო. ხო, ოღონდ სხვა თავიანთი მთვრელი ყავს. კი. რომელიც არავინ არ იცის საიდან არის, როგორ არის, ვინ იტყვის. როგორ ყავს, იცი, ის რო არის, რა ქვია. იმედი მეორე. უპონასნაირი მთვრელი ყავთ. 2 მილიონის 1% 200,000-ო, სამჯერ რო გაიგო ეთერში. იმათი კვლევის მიხედვით, ხო იცი, იმედი რომ მეორე ადგილზე, პირველ ადგილზე ვინ არის, ტევ პირველი. ესეთი მთვრელი. ხო და იცი რაო? იქო იყო ცოტა ხალხი მოსულიო, მაგრამ ტელევიზორში უყურებდა. პირველს იმდენი ადამიანი უყურებდაო, რა, შენო, ეს იქ რაღაცა ემოვიდნენო, თორე ხალხი ხარს გვიჭერსო, წარმოიდგინე. სიგიზია მეგობრებო. არც ერთი არხი რო არაჩვენებდა და ვიღაცა რო გადარსავდა იქ 5 წუთი და ნახავდა რა. ეგ არ გამოვა. დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გვისმინეთ. ეგენი არაფერი არ გამოვა, თუნდაც ამ გორის кейსს იმის მანიშნებელია. ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით მომავალ შაბათს ნახავთ.